ორი დღე მაინც არ გახვიდე მუცთავოზე. შენი მამა მოკვდა. და შენ კიდე ვიტყდახარ რომ უწყვეტი რაღაცა რეჟიმი გქონდეს. რას გავხარ, ბუჭო, აი როგორ შეიძლება ესეთი მონა იყო? ძვირფასო მამაო შალვა, რადგან ამ გლოვის პერიოდში მოიცალეთ და საჭიროდ ჩათვალეთ განგეხილად პოლიტიკურ-სოციალური საკითხები, მეც გავკადნიერდები და ჩემ თავს მივცემ უფლებას 1-2 სიტყვა გითხრათ. რა თქმა უნდა, თავს არ მივცემ უფლებას ისე გაგკიცხოთ ან მით უმეტეს ესეთი შეურაცხყოფა მოგაყენოთ და მონაგეძახოთ, როგორც ამ ვიდეოში მოვისმინე. უბრალოდ მინდა რამდენიმე რამ გთხოვოთ. თუ ამ თხოვნებს გაითვალისწინებთ, მე ბედნიერი ვიქნები. მინდა გთხოვოთ, რომ მაგალითად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დაბადება მათი ნათესავების ცოდვებს აღარ მიაწეროთ ხოლმე, რადგან ეს ძალიან რთული მოსასმენია მათი მშობლებისთვის. ასევე მინდა გთხოვოთ, რომ კიდევ თუ მოყვებით იმ ისტორიას პატრიარქის ინიციატივით როგორ შეკრიბეთ მოწყალების მთხოვნელები საპატრიარქოში, ამ ადამიანებს მათხოვრები და სუნიანები აღარ უწოდოთ, რადგან ფიქრობ, რომ ეს ზედმეტად შეურაცხყოფელია ისედაც ამ ყოფით დაბეჭავებული ადამიანებისთვის. აქვე მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ განმარტებისთვის, რომელიც გააკეთეთ და აღიარეთ, რომ სიცრუე უნებურად წამოგცდათ, როდესაც საუბრობდით, რომ აქციის მონაწილეები შარშან ტაძარში შემოგივარდნენ. მაინც მინდა გთხოვოთ, რომ იქნებ ამ თემებზე საუბრის დროს მეტი თავშეკავებულობა გამოიჩინოთ, იმიტომ რომ კინაღამ სამოქალაქო დაპირისპირებას დაუდეთ მაშინ საფუძველი. კიდევ ერთ თემასთან დაკავშირებით მინდა რაღაც გთხოვოთ. აი, რამდენიმე წლის წინ ყველას კარგად გვახსოვს, როდესაც პოლიციელმა საკუთარი აივნიდან, თუ არ ვცდები ქეიფის დროს, ჰაერში გაისროლა და ამ ბრმატყვიას ერთი რიგითი ქართველი დიასახლისი ემსხვერპლა. შემდეგ, როგორც მისმა ოჯახის წევრებმა ისაუბრეს, თქვენ გითხოვიათ, რომ ამ პოლიციელისთვის დიდი სასჯელი არ მოეთხოვათ, რადგან მას ეს განზრახ არ უნდოდაო და როგორც გავარკვიე, ეს პოლიციელი რამდენიმე თვეში საპყრობილედან განთავისუფლდა. ასევე მინდა გთხოვოთ, რომ იქნებ მოუწოდოთ საქართველოს მოსახლეობას, მათ, ვინც თქვენ გისმენს, რომ სადღესასწაულო დღეებში თუ ნებისმიერ დღეს ვისაც იარაღი აქვს სახლში, ჰაერში არ ისროლონ ხოლმე, იმიტომ რომ ამას შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი ან ჩვენი ოჯახის წევრი ემსხვერპლოს. ასევე მინდა გაცნობოთ, რომ 2019 წელს გარდაცვლილი ტელეკომპანია იმედის ყოფილი ჟურნალისტის შვილმა ისაუბრა, რომ თქვენ იცრუეთ, როდესაც ისაუბრეთ მის დედაზე და თქვით, რომ მან ეს დაზიანება, რამაც სიკვდილი გამოიწვია, მიიღო ტელეკომპანია იმედის დარბევისას. მინდა გთხოვოთ, რომ განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოთ, როდესაც ადამიანურ ტრაგედიებზე ისაუბრებთ. სხვა შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ, უნებურად მოსული შეცდომა კიდევ რომ არ განმეორდეს. და ბოლოს მინდა გთხოვოთ, რომ თქვენ შეუერთდეთ მოთხოვნას განთავისუფლდნენ ციხიდან პატიმრები, განსაკუთრებით კი უსამართლოდ და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები. მით უმეტეს, რომ როგორც ირკვევა, საკუთარი სიცოცხლის ბოლო დღეებში ეს თხოვნა პატრიარქსაც ჰქონდა. მოკლედ გიპასუხებთ იმ ვიდეოზე, რომელშიც თქვენ საკმაოდ აღელვებული საუბრობდით, რატომ არ შეწყდა აქციები. აქვე გეტყვით, რომ ყოველკვირეული მარში გაუქმდა გლოვის დღეებთან დაკავშირებით და ბევრი ის ადამიანი, ვინც მარშებში ან ყოველდღიურ აქციებში მონაწილეობას იღებდა, დადიოდა მათ შორის პანაშვიდებზე, ვინც რამდენად ახერხებდა იქ მისვლას იმ პირობებში, რომ საშვი რა თქმა უნდა არავის არ ქონდა. და შემდეგ კი საკუთარ მოქალაქეობრივ ვალს აფიქსირებდნენ და იხდიდნენ რუსთაველზეც ყოველგვარი ხმაურის ან ვინმეს შეურაცხყოფის გარეშე, რა თქმა უნდა. სულ ეს იყო თქვენთვის რისი თქმა და თხოვნაც მინდოდა უდიდესი პატივისცემით და სიყვარულით თქვენი თორნიკე.